მეგობრებო, გამარჯობათ. მოკლედ, როგორც დაგვირდით ნიუსებთან დაკავშირებით, შემდეგი რამ ხდება. აი ეს რეიდები გაძლიერებული არის, როგორც იცით, 5 დღეში აიყვანეს 10,000 ადამიანი, ეს იყო უშუალოდ დავალება სახელმწიფო დეპარტამენტიდან, დღეში 2,000 ადამიანის აყვანა. ეხლა გაიზრდება ციფრი 3,000 ადამიანზე დღიურად. ასე რომ მოდის არჩევნები, შესაბამისად აი ეს რეიდები მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება. მთავარი ადგილები, სადაც იქნება, ასე რომ ვთქვათ, დარტყმა, ეს არის ისეთი ადგილები, სადაც ძირითადად მიგრანტები იკრიბებიან. 2 დღის წინ მედისონში, ვისკონსინში, ლანდრიმეტში, ანუ სადაც ლანდრიმეტ რომ მიდიხართ საჯარო ეს არა, რო რეცხავთ სარეცხო, იქ აიყვანეს ხალხი. აი ეს ძირითადი მიზანი არის ტრაქერები, ძირითადი მიზანი არის ასევე ის ხალხი, ვინც მუშაობს აგრიკულტურაში, ფერმერები, კონსტრაქშენში, დრაივერები, ну მოკლედ, აი ეს არის მთავარი, სადაც ყველაზე მეტი მიგრანტი მუშაობს. ამ ლონდრიმეტში რო აიყვანეს ასასვლელი დასაეცხად რო დადიხართ ხო, საჯარო ისა, აი მაგის წყაროს დავდებ. პრინციპში როგორც ყოველთვის ყველა წყაროს დავდებ ჩვენს გვერდზე და თავადაც შეგიძლია იყიდოთ. გუშინ წინ ამ გვერდში გუშინ წინ ფედერალურმა სასამართლომ მიიღო მაგარი გადაწყვეტილება, ეხება ბონდებს. ვინც 90 დღეზე მეტი ზის სიხეზე ხო, მათ შეუძლიათ ეხლა მოითხოვონ ბონდები. უპაროლოები მეხუთე დისტრიქტში ვინც არის, ტეხასი, ლუიზიანა, მისისიპი, გააგზავნეთ ბონდები. ეხლა უკვე ანუ გაგიჟდნენ მითე და ნახე ერთ-ერთმა პატიმარმა დამირეკა და ერთი ამბავი ატყდა აქო რა. მოკლედ, ბონდები, მაგარი თემა უკვე всё დაწყებული არის. და კიდევ ერთი რამ, ძალაში შედის ანუ თუ ვაფშე აბსოლუტურად არ ხარ დარეგისტრირებული, თვითონ ბეჭდები არ გაქვთ აღებული. ეხლა ვერ ვიმასვიზ, მაგრამ ჩემს გვერდზე დავდებ რომელ კატეგორიას ეკუთვნის ეს. გამოიტანეს ფორმა 325G, სადაც უნდა შეავსოთ თქვენი ყველა და უნდა დარეგისტრირდეთ. ის პირები, ვინც არიან საერთოდ არსად არ ჩანენ, ან არ ფიგურირებენ, არ ვიცი, ტუნელიდან მოვიდნენ თუ როგორ, მაგრამ აბაშლი აისი და სასაზღვრო პუნქტი ყველანაირად, რა თუნდაც ჩერესკანადით. აი ამ კატეგორიაზე. თუ თქვენ ვიზა გქონდათ, ოდესმე მაინც, თუ თქვენ შემოხვედით მექსიკით, მოგცეს პაროლი, მოგანიჭეს პაროლი, მოგცეს ვიზა, მანამდე გაქვთ work-ი, ხართ სისტემაში, ელოდებით სასამართლოს, თქვენ ეს არ გეხებათ. მაგრამ ეხება ეს იმ კატეგორიას, ვინც არ დარეგისტრირებულა, კიდევ 14 წლის ბავშვები, ну მოკლედ მაგალითად უნდა დარეგისტრირდნენ და ну სრულის დავდებ თუ უნდა დარეგისტრირდეს. მაგრამ ერთი რამ, ეს რა თქმა უნდა თქვენი ინდივიდუალური გადასაწყვეტია, ამას თქვენს ადვოკატებთან გაიარეთ, თუ ვინც აყავთ მრჩეველი, დარეგისტრირეთ თუ არა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ამას მეორე მხარეც აქვს, რომ თუ დარეგისტრირდები და საერთოდ არ ჩანდი 20 წელი და ეხლა დარეგისტრირდების სისტემაში შენი აყვანის შანსი იქნება ძალიან მაღალი, იმიტომ რომ ეხლა უკვე შენს ადრესს გაამხელ. მაგრამ მე გეუბნებით, რაც კანონით არის გამოსული, requirement to register, okay? Happy 4th of July to everyone.